OpenAI მიიღო ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება, რომ მის ხელოვნური ინტელექტის chatbots ChatGPT-ს დაემატოს რეკლამების სისტემა. როგორც იქნა, შეიძლება ითქვას, რომ კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, შეიძლება ჩემი და შენი შეხედულებები ამ თვალსაზრისით განსხვავდებოდეს. ცოტა იჩქარა მგონია მეფერად. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო იმ თვალსაზრისით, რომ იმდენად ეჭვის თვალით დაიწყო მთელმა სოფლიომ ამ სტარტაპის მიმართ ყურება იმ მიზეზის გამო, რომ ის რეალურად დიდად მომგებიანი არ არის და ვერც დიდ მოგებას წერს, რომ რეალურად გაჩნდა საჭიროება, რომ რაღაცით დაემტკიცებინა ამ კომპანიას, რომ მე ვარ მართლაც მოგებაზე ორიენტირებული სტარტაპი, უნდა აღვნიშნოთ აქ მნიშვნელოვანი ის დეტალები, რაც გახდა ცნობილი რეკლამების კუთხით, რაც ვიცით. მოკლედ, როგორი იქნება ChatGPT-ში რეკლამის სისტემა? ეს არ იქნება Facebook-ზე ამოვარდნადი რეკლამების ამბავი წესით, ესეც შეიძლება მომავალში დაინერგოს და რატომაც არა, როცა 800 მილიონი ადამიანი ყოველკვირა შენ სერვისს იყენებს და მით უმეტეს, როცა უკვე ინდოეთშიც გავიგეთ, რომ ინდოეთში ფაქტობრივად სრულიად უფასოდ გახდა ხელმისაწვდომი, ChatGPT-ის სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის ChatGPT-ის საშუალოდ ფასიანი ვერსია ChatGPT Go, ამ ფონზე გასაკვირი არ არის, რომ კომპანიის ინტერესში შედიოდეს დიდი რეკლამების სახით დიდი მოგების მიღება. გავაგრძელოთ საუბარი რეკლამის ფორმატზე, ძალიან მარტივად რომ ვთქვა, როცა მე პირობითად ვეძებ ტელეფონს და მინდა შეძენა და რომელი არის საუკეთესო ტელეფონი ვკითხავ ChatGPT-ს, ChatGPT არა მარტო პასუხს გამცემს, არამედ იმ კომპანიების მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებს წარმომიდგენს, რომლებიც არიან, ასე რომ ვთქვათ, რომლებმაც შეიტანეს OpenAI-ში განაცხადი, რომ ჩვენი რეკლამები განათავსეთ შესაბამისად, სტრუქტურულად და საჭიროების მიხედვით. საძიებო სისტემას გავს, მაგალითად Google-ში თუ ჩავწერთ ავტომობილს, ის იმ დასპონსორებულ საავტომობილო სადილეროს შემოგთავაზებს, სადაც ეს ავტომობილი იყიდება. დაახლოებით იგივე რამ შეიძლება თუმცა აქ მთავარი უპირატესობა, რომელთაც სურს სარგებლობა OpenAI-ის არის ის, რომ ის თვითონ გირჩევს, თვითონ გეტყვის, რომელი ტელეფონია უკეთესი, რა საფასო კატეგორიაში გაინტერესებს, ანუ ასისტენტი ხდება არა უბრალოდ ინფორმაციის მომწოდებელი, როგორც Google-ი. არამედ გადაწყვეტილების მიღების გარკვეულწილად. ხო, ფაქტობრივად გეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, რაც საკმაოდ ჭკვიანური მიდგომაა. ერთი მხრივ ჭკვიანურია იმ თვალსაზრისით, რომ ეს ყველა შემთხვევაში დიდ მოგებას მოუტანს კომპანიას. ჩვენ თუ გავიხსენებთ მეტას მაგალითს, ხომ დიდი ხნის განმავლობაში არც ამ კომპანიას ეწერა დიდი ბედი თუ ისე გააგრძელებდა საქმიანობას, როგორც დაიწყო, მაგრამ როგორც კი მიხვდა მარკ ცუკერბერგი, რომ ტარგეტირებული რეკლამები. ჩავდო რეკლამა, ნუ იქიდან რა დაემართა კომპანიას და სადამდე მოვიდა, ეს უკვე ჩვენთვის ცნობილია. რაც მთავარია, ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება თუ შევხედავთ იმ გათვლებს, რაც აქვს OpenAI-ს, რომ მომავალ წელს გავიდეს IPO-ზე, ხონდეს IPO, გავიდეს საფონდო ბირჟაზე და დაალისტოს საფონდო ბირჟაზე და შემდგომ წარმატების მიღწევა პირველივე დღეც კი ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში და შენ თუ დაინტერესებულ ინვესტორებს წარუდგენ ძალიან ცუდ პორტფელს, სადაც ძალიან შემოსავლის წყაროებიც არ გაქვს. შემოსავლის წყაროები არ გაქვს და ძალიან წაგებაზე მუშაობ, მარტივად რომ ვთქვათ, დაინტერესება დიდად არ იქნება. ამიტომ ამ თვალსაზრისით ჩვენ უფრო მომავალ წელს ვნახავთ რეალურად შედეგს და დავინახავთ რეალურად რამდენად იმუშავებს სისტემა, თუმცა კიდევ ერთხელ და ხაზგასმით უნდა ვთქვათ, როცა კომპანია ასე უფასოდ, ასეთ მნიშვნელოვან სერვისს თავაზობს მილიონობით და თითქმის 1 მილიარდ მომხმარებელს ყოველკვირეულად, არც არის გასაკვირი, რომ რაღაც ეტაპი უნდა დამდგარიყო, როცა ის რეკლამებს წარადგენდა და რეკლამებს შემოიტანდა როგორც შემოსავლის ძალიან სერიოზულ წყაროს და ძალიან მალე უკვე მას მათ შორის საქართველოში იწვევს.